ღამის სერენადების მესამე კონცერტი ბათუმში დღეს 20 საათზე ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება. წარმოდგენილი იქნება სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი პროგრამა სახელწოდებით ტანგოს სული, რომელიც არგენტინული ცეკვით არის შთაგონებული. მაყურებლის წინაშე წარსდგებიან სოლისტები მარიო სტეფანო, პიეტრო დარკი, თამარ ლიჩელი, კვინტეტი საქართველოს ვირტუოზები, საკონცერტო პროგრამა კი ასორ პიაცოლას, მარტინ პალმერის, რობერტო მოლინელის, იგორ სტრავინსკისა და ანხელ ვილოლდოს ნაწარმოებებით შედგება. ღამის სერენადებით 11 ოქტომბერს თბილისში დასკვნითი კონცერტი დასრულდება. საღამოზე პირველად საქართველოში პროექტი ასტორი იქნება წარმოდგენილი, რომელიც მუსიკასთან ერთად ვიზუალური სილამაზითა და სენსაციური ქორეოგრაფიით არის გამორჩეული. ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი ღამის სერენადები წელს მე-17 ტარდება და ბათუმში, ბორჯომსა და თბილისში სულ 6 კონცერტს მოიცავს. ფესტივალს მხარდამჭერები საქართველოსა და აჭარის კულტურის სამინისტროები, ასევე ბათუმისა და თბილისის მერია. ტანგოს სული, ასეთი სახელწოდებით. ჩემთვისაც სრულიად ახალია, რასაც ვასრულებთ, ჩემი სოლო რეპერტუარიდან დაწყებული კამერული ანსამბლით დამთავრებული. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ისეთ არაჩვეულებრივ მუსიკოსთან მიწევს დაკვრა, როგორიც არის მარიო სტეფანო, პიეტრო დარკი, იმიტომ რომ ის გახლავთ აი ამ ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი და ჩემთვის ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი კვინტეტი არაჩვეულებრივი, ლელა მჭედლიძის ხელმძღვანელობით და ჩემთვის აი ეს პროგრამა და ეს კონცერტი არის ერთგვარი გამოწვევა, იმიტომ რომ სრულიად სხვა გვარი სტილია. ეს არის მუსიკის ზეიმი, ის რეპერტუარი, ის პროგრამა, ის ჰანგები, რომელიც ჩვენ გვესმის ამ კონცერტებზე და ის შემსრულებლები უმაღლესი დონის, რომელსაც მსოფლიოს ყველა სცენა ინატრებს და მსოფლიოს ყველა მსმენელი ინატრებს მათ მოსმენას და მათი ჰანგებით ტკბობას, ეს შანსი გვაქვს საქართველოში. დღევანდელი კონცერტი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის რაღაცა ფეიერვერკი, მუსიკალური დღესასწაული, იმიტომ რომ მარიო სადაც არის, იქ ყოველთვის არის ზეიმი და ყოველთვის არის მუსიკალური აღმაფრენა. თან განსაკუთრებით ტანგო სული, როდესაც ქვია მუსიკალურ საღამოს, იქ უკვე ყველაფერი გასაგებია, იმიტომ რომ ეს არის მართლაც ტანგოს რაღაც აპოთეოზი. ჩემთვის დიდი პატივია შესანიშნავ თამარ ლიჩელთან ერთად ამ საღამოზე დაკვრა. ამავდროულად პრივილეგია სცენის გაზიარება ქართულ კვინტეტთან. ასევე ყავს ახალგაზრდა სტუმარი, რომელიც ჯერ მხოლოდ 18 წლის არის და შესანიშნავი ფლეიტის შემსრულებელია. ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ და ამ შესანიშნავ პროგრამაში მონაწილეობ. 11 ოქტომბერს კი თბილისში პროექტი ასტორი შესრულდება. ეს არის რაღაც წარმოუდგენელი სანახაობა, რომლითაც დიდი იმედი მაქვს ბევრი ადამიანი დატკბება. ასეთი გახლავთ